მადლობა. მოგესალმებათ ვანო შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე ძვირფასო მეგობრებო. გუშინ იყო 1 ოქტომბერი. გილოცავთ მეგობრებო, ზუსტად 8 წელი გავიდა რაც საქართველოს დაადგა ეკონომიკური აღმავლობისა და განვითარების გზას. 8 წელი გავიდა რაც ჩვენი ქვეყანა უფრო დაუახლოვდა ნატოს და ევროკავშირს. 8 წელი გავიდა რაც ჩვენმა ქვეყანამ კუტით ქვა ასროლინა ოკუპანტებს. 8 წელი გავიდა რაც თითეულმა ჩვენგანმა ჯიბეზე იგრძნო ფინანსური კეთილდღეობა. ამ სიტყვებით მინდოდა 8 წლის განმავლობაში რამდენიმე წამით მაინც გეგრძნოთ რაღაცა ბედნიერად თავი, მაგრამ რა ვქნათ ძვირფასო მეგობრებო, ერთადერთი კარგი რაც შეიძლება ამ ხელისუფლების გავიხსენოთ, მხოლოდ ციფრია 8. 8 წელი, ზოგადად 8 ბედნიერი ციფრია, მიხვდით რაშია საქმე? კარგი, მოვრჩეთ წარმოსახვით ბედნიერებას და დაუბრუნდეთ სამწუხარო რეალობას, რომელიც ასე გამოიყურება. ქართული ოცნება მოქალაქეების ცემაზე გადავიდა რამდენიმე დღის წინ. მთავარი არხის ჟურნალისტი ჯეიხუნ მუჰამედ ალი მარნეულში ოცნების აქტივისტებმა სასტიკად ცემეს. ჩემი მხარდაჭერა ჩვენს კოლეგას და მეგობარს ამ ფაქტს ნორმალური ადამიანების მხრიდან მოყვა პროტესტი და ოცნების მომხრეების მხრიდან რაღაცა ხუმრობები. მიხვდით, ხუმრობები თუ როგორ ცემეს მარნეულში მუჰამედ ალი. ანუ გვარი დაუკავშირეს მოკრივე მუჰამედ ალის და ამაზე ხუმრობდნენ და იცინოდე, ღლაბუცობდნენ. კარგი, გინდათ სახელზე და გვარზე ვიხუმროთ? კი ბატონო, ვიხუმროთ, პრობლემა არ არის. ვინც ჩემი კოლეგა ჯეიხუნ მუჰამედ ალის ცემეთ და ვინც ამ თემაზე იცინოდით, რომ მუჰამედ ალის ცემეს. თქვენ ხართ მუჰამედ ალის დაბადების სახელი, კასიუს კლეი. ოღონდ კასიუსის გარეშე. ასეა, რაც უფრო გაამძაფრებთ ქმედებებს, ხუმრობებიც გამძაფრდება. ასეა, მე ვიცავ ამ ქვეყანაში სამართლიანობის ბალანსს. ესი. როგორც ხედავთ, ოცნებამ დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, უფრო სწორად წინასაარჩევნო ძალადობა. უკვე ოპოზიციური პარტიის წევრებზე კი არა, პირდაპირ ჟურნალისტებზეც ძალადობენ. ეტყობა, ნამდვილი კვლევებით ოცნების რეიტინგი იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე ელოდნენ და მაგიტომაც გაიღვიძა მათში მხეცმა, ზოგადად ამ დროს იღვიძებს მხეცი პარტიებში, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო დიდი აგრესიულობით გამოირჩევიან პარტიის აქტივისტები, რომელთა დღის განრიგი შემდეგნაირად გამოიყურება. დილის 9 საათი იმედის საინფორმაციო ჩართვა. 10 საათი საარჩევნო ბაზაზე მისვლა, ხელკეტებით, ქვევით, კასტეტებით და არჩევნების დემოკრატიულად მოგებისთვის საჭირო სხვა ხელსაწყოებით აღჭურვა. პირველი საათი ჟურნალისტის ცემა, 3 საათი ნაციონალების აქტივისტების ცემა, 6 საათი სასულიერო გიმნაზიიდან შვილის გამოყვანა და წირვაზე წაყვანა. ეს არის თვითონ ეგეთი ქოცების დღის წესრიგი, რომ მაინც რელიგიურად ცხოვრობენ პარალელურად. გავრცელდა ხმა, რომ მალე ამ პროცესებში აპირებენ კალაძის სპორტსმენების დაჯგუფების აქტიურად ჩართვას. მანამდე ხო ოცნების ქვეითი იბრძოდა და ახლა სპორტსმენთა კავალერია გამოჰყავთ ბრძოლის ველზე, ხოლო ძველ ბიჭთა არმია ჯერ უბნებზე ჰყავთ დაბანაკებული და 31-ში იშიშვლებენ კისერში ჩაკეცილ სველ ცხვირსახოცებს ბიჭები. ქართული ოცნება გვთავაზობს ძალადობის ხერხების მრავალფეროვან არჩევანს. ხვდებით, ძვირფასო მეგობრებო, მაგალითად, ევროპული საქართველოს ერთ-ერთ აქტივისტს, ეგრეთ წოდებული კისტის თოფიდან ესროლეს ფეხში. ხედავთ, რა კარგი რამ მოიფიქრა ქართულმა ოცნებამ, რომ მათ მხარდაჭერას მეტი სტიმული ჰქონდეთ. სხვათა შორის, ვინც 5 ოპოზიციონერს გაარტყავს კისტის თოფს, სათაბაშო დათუნიას ჭუქნიან. კიდევ ერთი ინციდენტს გავიხსენებ რამდენიმე დღის წინ გლდანში, სადაც ნიკამელიას შეხვედრა ჰქონდა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ჰქონდა ნიკამელიას შეხვედრა, ოცნების აქტივისტებმა კორპუსიდან გადმოყარეს ქვები, ისროლეს. ამ ფაქტის გამო ნიკამელია გაგიჟდა, საჩხუმრად მოემზადა, აიხედა და უნდოდა 1-2 ფრაზის ატყორცნა მაღლა, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ სამაჯური უკეთია და პოლიტიკოსია და თმენის ვალდებულება აქვს და ასე მიმართა. მე ნიკანორ მელია ვარ, მოჭიკჭიკე მოალერსე, ნეტავიდა დაგიშავე ქვებს რომ ესვრი ბიჭო, სესე. ნიკამელიას შევპირდი, რომ დღევანდელ მონოლოგში დავასრულებდი და დაგასრულებდი აუცილებლად. ჩვენი შიდა ამბავია რა. ქვეყანაში ძალიან იმრავლა ინციდენტებმა, მაგრამ არინერულად ყველა ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. მოკლედ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია კი არა, სხვა 2 რამ უნდა დავამარცხოთ. ეს
ორი რაღაც არის, მიმდინარეობს გამოძიება და მიმართეთ პრესცენტრს. სანამ ამ ორ ფრაზას არ მოვიშორებთ, მანამდე არაფერი გვეშველება. დიახ, ეს არის ჩემი მოსაზრება. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პრესცენტრს. სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით. გრძანში მომხდარ ამბავს ბაჯაღლო ტელევიზია დაახლოებით ასე გააშუქებდა. ნიკა მელიამ გლდანში ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ინციდენტს შემთხვევით გადაურჩა ადგილობრივ მოსახლეობა. ნიკა მელიას თავის პრიალა ზედაპირზე ასხლეტილმა ქვებმა მილიმეტრებში ჩაუარა ადგილობრივ ბავშვებს და ოცნების ხარდაჭერებს. აი ესე გამოაცხადებენ. მაგრამ ზოგადად ტელეკომპანია იმედი ქართული ოცნების მიერ ჩადელ ნებისმიერ ძალადობას პირიქით აშუქებს. ძვირფასო მეგობრებო, თითქოს ოპოზიცია ძალადობს ოცნებაზე. ოცნება ხო ფიზიკურად ძალადობს ხალხზე და ტელეკომპანია იმედი ადამიანის ტვინებზე ძალადობს. ოღონდ ესენის ფიზიკურად, ფაქტიურად ცრუ ინფორმაციას კი არ ავრცელებენ, პირდაპირ ცრუ ინფორმაციით გვცემენ. ცრუ ინფორმაციას გვირტყავენ პირდაპირ თავში, ასე მგონია რა, ესეთი შეგრძნება მაქვს. იმედმა მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც უკაცრავად რუსთავიორმა მორიგი კვლევა გამოაქვეყნა რა არის ახლა რა ესე ამაზე სიცილი და ის როგორ შეიძლება სიტყვა შემეშალა ხო რა მოხდა შენი ჭირიმე რა სიტყვა შემეშალა და ერთი სიტყვა მაპატიე ხო შეიძლება აქვე ვიღაცა არის შემოსული რაღაცა ხო რუსთავიორმა გამოაქვეყნა კვლევები სადაც ქართული ოცნების რეიტინგი 65%-ია მოკლედ გრძელდება ხელჩართული ბრძოლა ბაჯაღლო ტელევიზიასა და რუსთავიორს შორის. რუსთავიორი წამოეწია იმედს, ნახოთ 31 ოქტომბრამდე რომელი გაიმარჯვებს და რომელი დაიმსახურებს ბაჯაღლო ტელევიზიის სტატუსს. ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე, ძალიან საინტერესო რა თქმა უნდა. გამოხმაურება იყო ძალიან ორიგინალური, ჩვენი ფანტაზია რო ვერ შეწდება ისეთი კობახიძე ზოგადად ეგეთი გამოსვლები აქვს, რომ ფანტაზია ვერ ეწევა მისას. რაღაცას რომ ვერ ხარშავ რა ეს რანაირად შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა აღემატება რა ადამიანის შესაძლებლობებს ტვინს ირაკლიმ განაცხადა რომ ნაციონალების აქტივისტებს სპეციალურად თეთრი პერანგები ეცვათ და ასე გამოცხადდნენ ოცნების შეკრებაზე რომ მე ინციდენტის კვალი დამჩნეუდათო მეცაც გეტყვით ბატონო ირაკლი ნაციონალების სპეციალურად თეთრ ფითქინა მხარდაჭერებს უშვებენ რომ ჩალურჯებები დაეტყოთ ძალიან ესე სახეზე მე ვეთანხმები ირაკლი კობახიძეს ამ ბოლო დროს ოპოზიცია თეთრი პერანგებით დადის, რომ ძალადობის კვალი დაეტყოთ და ზოგადად ხელისუფლება კიდე ყავისფერი შარვლით დადის, რომ პარტიაში შიდა კვლევების დროს გამოწეული სტრესი არ დაეტყოთ, ასე მგონია. ირაკლიმ სხვა არანაკლებ საინტერესო განცხადებას გააკეთა ლართან დაკავშირებით, ლარს სჭირდება თანადგომა და მერე იქეთ დაეხმარება ეკონომიკასო. ირაკლი ლარს თანადგომა სჭირდებოდა 6-7 წლის წინ. ორზე რომ იყო დოლართან. ახლა ლარს სჭირდება დაბანა, გაპარსვა, გაპატიოსნება და საბოლოო გზაზე გაცილება. სხვა არაფერი გამოსავალი არ არის. ვაგზელებთ ორიგინალური განცხადებების სერიას, რამდენიმე დღის წინ საკმაოდ ორიგინალური და თამამი განცხადება გააკეთა თბილისის მერმა კახი კალაძემ. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე გადადგება თუ არა თანამდებობიდან თუ მას ბიძინა ივანიშვილი ეტყვის, კალაძემ უპასუხა რომ არ გადადგება. ესე იგი ბიძინა რომც მითხრას მაინც არ გადავდგებიო. იკაცა რაღაცნაირად ბიჭობს რა რაღაცა ისეთი აბრა ეკნა თან გარისკა იმიტომ რომ ამ ფრაზის შემდეგ გადადგომა კი არა შეიძლება იმ პატარა სმარტით იაროს მთელი ცხოვრების განმავლობაში ანუ ესე შეიძლება განვითარდეს მოვლენები. კალაძეს მინდა რჩევა მივცე. როცა ესეთ კითხვებს გისვამენ, პასუხის გაცემას ნუჩქარობ. ჯერ კარგად იფიქრე, გაიაზრე, მე გააკეთე ანალიზი, იფიქრე, ციხე გირჩევნია თუ გადადგომა. და მე გაეცი პასუხი შეკაი ადამიანი, რატო ჩქარობ? ერთი საციხო საქმე მარტო გარაჟში გყავს დაყენებული Land Rover Defender-ის სახით. მე ხო ვიცი ახლა რაც ნახე ჩემი თვალით. მოდი ახლა აღარ გვინდა ამდენი ნეგატივი, გადავიდეთ დადებით ინფორმაციაზე რაღაც ხომ კეთდება ამ ქვეყანაში მართლა და მართლა. აი მაგალითად აფხაზეთის მთავრობა გოგა ხაინდრავას გადაუხდის 200,000 ლარს
დოკუმენტური ფილმის სიმართლე აფხაზეთზე გადასაღებად. ამაზე დადებითი ახლა რა უნდა გაიგო? მაშინ როცა ქვეყანაში ყველაფერი გაჩერებულია და ეკონომიკა ჩამოშლილია. სიმართლე აფხაზეთზე ასე ერქმევა დოკუმენტურ ფილმს და სიმართლე ხაინდრავაზე ერქმევა დოკუმენტურ ფილმის მეორე ნაწილს, რომელსაც სავარაუდოდ შემდეგი ხელისუფლება გადაიღებს. კინოკრიტიკოსები ამბობენ, რომ მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოაო, ასე ამბობენ, მე არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ გოგა ხაინდრავა არის საუკეთესო ინდიკატორი ქვეყანაში მდგომარეობის განსასაზღვრად. როდესაც ის ამბობს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და რამე უნდა შეიცვალოს ქვეყანაში, ესე იგი ქვეყანა ვითარდება, ვიფასო მეგობრებო, მაშინ. და როდესაც ის კარგად გრძნობს თავს, სწორედ მაშინ არის ქვეყანა უფსკრულის პირას. შეგახსენებთ, რომ ბოლო 8 წელია ის ძალიან კარგად გრძნობს თავს. ბატონი გოგა ხაინდრავა. ძალიან საინტერესო ჭორი გავრცელდა გუშინ, ამბობენ თენგის ცერცვაზე თანამდებობიდან გადადგა და ინფექციური საავადმყოფო დატოვაო, გავიგე მინისტრ ტიკარაძესთან მოსვლია ჩხუბი. და მთავრობამ ჩათვალა, რომ ტიკარაძე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბატონ ცერცვაძე. ერთი სიტყვით თენგის ცერცვაძე ისეა გაბრაზებული, მთავარი არხის შეყვარება აუცილებლად მოუწევს. მოკლედ, რომ ვთქვათ, მუშკეტერებიდან ერთ-ერთი განუდგა დანარჩენებს, ასე უთქვამს, მე ისეთი მუშკეტერები არ მომწონს, სადაც დევიზი არის ყველა ერთისთვის და ისეთი თავისთვისო. აი ეს არ მოწონს, ეგ დევიზი არის ზოგადად. გასულ კვირას ევროპულმა საქართველომ გამართა საკუთარი სიის პრეზენტაცია. ამ პრეზენტაციაზე გაიჟღერა ფრაზამ აქ დგას ვარდების რევოლუციის მემკვიდრე გუნდიო. მართლა ყველა იქით გავს, ძვირფასო მეგობრებო, ვარდების რევოლუციის ყველა შემოქმედის სახეზე იყო. თვალწინ ჩაირბინა იმ თვეებმა, იმ დღეებმა, თვალწინ ჩაირბინა კადრებმა, ყველა კადრმა. თითქოს ვიღაც მაღალი კაცი დამაკლდა ვარდებით ხელში. მაგრამ არ ვიცი, ეს შეიძლება სულად ჩემი ფანტაზიის დაყოფი იყოს, მე არ ვიცი. და მეტი არაფერი, არ ვიცი, ძვირფასო მეგობრებო, შეიძლება სხვა იყოს. ვარდების რევოლუციის მემკვიდრეებიო, დგავართო აქო, ერთი სიტყვით აღიარეს ცოტა მიშა ჩვენშიც არისო. მიხეილ სააკაშვილზე ახალი საქმის აგორებას იწყებს ქართული ოცნება. ამ საქმის მოკლე შინაარსი ასე ჟღერს მიხეილ სააკაშვილმა. დავით გარეჯის ტერიტორიები აზერბაიჯანს მიჰყიდა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ეს კიდევ არაფერი? ეს ხომ გააკეთა მის შემდგომ თქვენი ის არიცით კონსტანტინოპოლი რის სანაცვლოდ დაუთმო ოსმალთა იმპერიას. მაშინ მიშა ბიზანტიის ერთ-ერთ ოლქში მუშაობდა გუბერნატორად. მე ხო ვიცი? ახლა მიშამ თუ დავით გარეჯი გაყიდა, სად იყავით ამდენი ხანიო იკითხავთ ახლა თქვენ? გიპასუხებთ, ამ დანაშაულის გამო ადრეც უდოდა ბიზნეს მიშას დაჭერა, მაგრამ 2016-ში ისედაც იგებდნენ არჩევნებს და აღარ დასჭირდა. თან საყდრისის ისტორიული ძეგლის აფეთქების ხმამ გაუფანტა თურმე ეს დალაგებული აზრები ბატონ ბიძი და ივანიშვილს. ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე შეიტანა ცესკოში საკუთარი სია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება ბატონი ბუბაკი კაბიძე. ამით რისი თქმა უნდა ნეტავ ნაციონალებს მე არ ვიცი, მე მგონი მაგ პარტიიდან ვიღაც აპირებს დიდ ავიაციაში დაბრუნებას ეთყობა, არ ვიცი. არ ვიცი. მოკლედ არ ვიცი რა მოხდება არჩევნებამდე და არჩევნებზე, მაგრამ ფაქტია რომ არის ორი არჩევანი, ან საჩხერი, ან ევროპა, ან საჩხერის გზა, ან ევროპის გზა. პრემიერი გახარ ეგვიპტისას, რომ საჩხერეს სხვა რეგიონებთან მიმართებაში გარკვეული უპირატესობა გააჩნია განათლებასა და ინფრასტრუქტურაშიო. რა თქმა უნდა, ჯერ მარტო საჩხერის კემბრიჯის უნივერსიტეტი და საჩხერის ბურჯ ხალიფას სათამბურჯენი რა დღირს, ვირფასო მეგობრებო, რამდენი რამე გაკეთა მართლა საჩხერში შეხვალ, ხო, აი თვალს ვერ ააჩნია სათამბურჯენი. საჩხერის მოდელი როგორ შეძლებს ჩვენს გადარჩენას, ნამდვილად არ ვიცი, რადგან ქვეყანაში იმხელა საგარეო ვალი დაგროვდა, რომ ყველა ახალშობილი, რომელიც საქართველოში იბადება, ეგრევე სერიოზულ სასესხო ვალდებულებებში არიან გახვეული. ანუ ბავშვი რომ იბადება, უკვე ვალი აქვს. ხვდებით ხო? ბავშვი რომ დაიბადება, უკვე ვალით იბადება. და მე არ იკითხოთ, რომ ბავშვი რატო ტირისო. პატარა რა გატირებს არ უთხრათ. თავისი პრობლემა ეყობა ბავშვს, ვალები აქვს უკვე. იტირებს, აბარას იზავს, ვირფასო მეგობრებო. ამ მდგომარეობაზეა ნათქვამი, ბავშვი ჯერ არ დაბადებულა, უკვე საკომისიოს ართმევდნენო, აი ესეთი მდგომარეობა.
მოკლედ საგარეო ვალი უკვე 57 მილიარდ ლარამდე გაიზარდა ძვირფასო მეგობრებო, ხედავთ ხალხო უკვე 10 ბიზნესს აღარ ყოფნის ვალების გასასტუმრებლად. 31 ოქტომბრამდე ცოტა თუ არ გამოფხიზნით, შეიძლება სუვერენიტეტი ბანკმა გაგვიყიდოს და დაგვრჩება მარტო დენდრო პარკი და საჩხერის მოდელი და ვიყოთ ასე ძვირფასო მეგობრო, მეტი რა შეგჭება. დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს ბენდი თამუნა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით.